მოგვიყვება ისტორიებს ღაბერებს ბუქუნებთან ერთად მოусმინე ამბებს ბაბუ მოგვიყვება ისტორიებს ღაბერებს ბუქუნები 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 როგორ ხართ პაპუს ბუქუნები? კარგად, ბაბუ. აბა დღეს რა ისწავლეთ ბაღში ისეთი რაც გუშინ არ იცოდით? მე კიდაც სიმღერა ვისწავლე, ბაბუ. დედა, დედიკო, ჩემო ლამაზო, ამ სიმღერას შენ გიცხრი, რომ გაგახარო. მეც ისა ყველაფერები ვისწავლე. წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი. ლურჯი და იისფერი. რა კარგია ბაბუ, მე კი არ მახსოვდა. ვეცდები დღეიდან დავიმახსოვრო. ახლა ის მითხარით, ისეთი რა გადაგხდათ ბაღში დღეს, რაც კარგად დაგამახსოვრდათ. რა, ბაბუ და ნიკოლოს თავისი მანქანა ქონდა მოტანილი სახლიდან და მეც მათხოვა ითამაშეო. ხვალ მეც წავიდებ რაიმე სათამაშოს და აუცილებლად ვათხოვებ. მე კიდე მასწავლებელმა მითხრა, რომ კარგად ივარჯიშეო და ხელზე გული დამახატა. შეხედე როგორია. ყველაზე მეტი ვისთან ითამაშეთ? მე დანიმ და უტამ ვითამაშეთ ერთად ბევრი ეზოში, ბაბუ. მე კატოსთან ერთად ვითამაშე პლასტილინებით. რა ლამაზი ცხოველები ავაწყოთ, იცი, ბაბუ? ძალიან დიდი სიამოვნებით ვნახავდი ბაბუ. აუ, ბაბუ, ერთ რამის კი შევცვლიდი დღევანდელი დღიდან რომ შემეძლოს. აბა რას ბაბუ? კატლეტის დამატებას მოვითხოვდი. ერთხელ დავამატებინე, მაგრამ მაინც არ მეყო და მომერიდა რომ კიდევ მეთხოვა. ახლა რომ მივალთ სახლში, გემრიელი საჭმელი მოგვიმზადა ბებომ და მივიგთვათ. აბა ბაბუ, შენ რა ისწავლე დღეს ახალი? ახალი ასოფგერა ვისწავლეთ, ბაბუ. ასოფგერა უკვე ძალიან კარგად წერო მასწავლებელმა მითხრა. სახლში რომ მივალთ მაჩვენე, კარგი ბაბუ, ძალიან მაინტერესებს. საჭმელი მზად არის, ცოტა გაგრილდეს და მოდით. საჭმლის გაგრილებაზე რომელიც გაპარე გახსენდებათ, აბა? ნაცარქიქია? არა, ბაბუ, გოგონასა და სამი დათვის გაპარე. მოგვიყევი რა, გთხოვ. კარგი, მოვყვეთ და ამასობაში საჭმელიც გაგრილდება. იყო და არა იყო რა, ერთ ძალიან კოხტახის სახლში დათვების ოჯახი ცხოვრობდა. მამა დათვი, დედა დათვი და შვილი დათვი, ანუ დათვის ბელი. ერთ დილას დედა დათვმა ფაფა მოამზადა და ჯამებში ჩაასხა. დიდი ჯამი მამა დათვისთვის, საშუალო ჯამი დედა დათვისთვის და პატარა ჯამი შვილი დათვისთვის. ფაფა ძალიან ცხელი იყო. ამიტომ დათვების ოჯახმა გადაწყვიტა, სანამ ფაფა გაგრილდებოდა დღეში გაესეირნათ. სანამ დათვები დღეში იყვნენ გასულები, სახლთან ოქროს ფერდმიანმა გოგონამ ჩამოიარა, რომელიც ყვავილების საკრეფად იყო მინდორში წამოსული. მან შეიხედა დათვების სახლის პანჯარაში. დაინახა მაგიდაზე დადებული ფაფის სავსე ჯამები და თავადაც მოუნდა ფაფის ჯამა. დათვებს კარილია დარჩენოდათ და ოქროსფერდმიანი გოგონაც მარტივად შევიდა სახლში. ჯერ მამა დათვის ჯამიდან გასინჯა ფაფა და ძალიან ცხელი მოეჩვენა. შემდეგ დედა დათვის ჯამიდან და ისიც ძალიან ცხელი იყო მისთვის. ბოლოს შვილი დათვის ჯამიდან გასინჯა და იმდენად მოეწონა, რომ სრულად მიირთო ფაფა.
შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა ცოტა დაესვენა და მისაღებ ოთახში მამა დათვის გამზე დაჯდა. ეს კანი მისთვის ძალიან დიდი და მყარი იყო. გოგონა დედა დათვის გამზე გადაჯდა, თუმცა ეს კამიც ზედმეტად მყარი და არაკომფორტული იყო მისთვის. შემდეგ ის შვილი დათვის გამზე დაჯდა და ძალიან მოეწონა. ზუსტად მისი ზომის იყო და საკმაოდ რბილიც. თუმცა შვილი დათვის კამი ძალიან მსუბუქი და ნაკლებად მყარი იყო. ვერ გაუძლო გოგონას წონას და გაწყდა. შემდეგ გოგონას ძილი მოერია და მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად. ჯერ მამა დათვის საწოლში დაჭრა. ეს საწოლი მისთვის ზედმეტად დიდი და არაკომფორტული იყო. შემდეგ დედა დათვის საწოლში დაჭრა. ეს საწოლიც დიდი იყო მისთვის. ბოლოს შვილი დათვის საწოლში გადაწვა და ტკბილად ჩაეცინა. მალე დათვების ოჯახიც დაბრუნდა ტყიდან. ვიღაცას ჩემი papa გაუსინჯავს. ჩემი papa-ც გაუსინჯავს ვიღაცას. ვიღაცას ჩემი papa სრულად შეუჭამია. შემდეგ დათვები მისაღებ ოთახში გავიდნენ. იფიქრეს იქნები იქ იყოს ის, ვინც papa შეგვიჭამაო. ვიღაც ჩემს სკამს ემჭდარა. ვიღაც ჩემს სკამზეც მჯდარა. ვიღაცას ჩემი სკამიც გაუდეხავს. ამის შემდეგ დათვების ოჯახი საძინებელში ავიდა. ვიღაც ჩემს საწოლში იწვა. ჩემს საწოლშიც წონილა ვიღაც. შეხედეთ, ვიღაც ჩემს საწოლში წევს. ამასობაში გოგონას ლამაზი სიზმარი ესიზმრებოდა. ფოთლებს შორის იჭყიდება მსისხლი, ნაკადული მოჩუხჩუხებს სივცივი, ცისარტყელა იღიმება შვიდფერი, ეს ყვავილით ცაზე უფრო ცისფერი. ჩანჩერთან ჩურჩული, ბებლებთან ფრენა, გურღელთან ხტუნვა, ბულბულთან მღერა. საოცრებათა სამყარო კუნჯით რომ უნდა დახატო, საოცრებათა სამყარო კუნჯით რომ უნდა დახატო. ალალა, 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 გოგონას დათვების ხმაზე გაეღვიძა. გახედა დათვებს, შეეშინდა და მაშინვე გარეთ გაიქცა. მცირე ხნის შემდეგ გოგონა დათვების სახლთან მშობლებთან ერთად დაბრუნდა. მშობლებმა დათვების ოჯახს მოუბოდიშეს გოგონას საქციელის გამო, რომელიც დაუკითხავად შეიპარა დათვების სახლში. დათვებმა გოგონა და მისი მშობლები სახლში შეიპატიეს და ერთად ისადილეს. მამა დათვმა და გოგონას მამამ გაფუჩებული სკამი ერთად შეაკეთეს. ხოლო ოქროს ბერტმიანმა გოგონამ და პატარა დათვმა დიდხანს ითამაშეს ერთთან. ამ ამბის შემდეგ გოგონას აბარასდროს უცდია უცხო სახლში შეხედვა და შესვლა. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ქვილი აქ. აბა რა ვისწავლეთ ამ ზღაპრით? ალბათ ის, რომ სხვის სახლში შეხედვა და დაუკითხავად შესვლა არ შეიძლება. და არც სხვისი საჭმლის ჭამა არ შეიძლება. კი, ბაბუ, მართალია. ზოგადად არ შეიძლება სხვისი ნივთით დაუკითხავად სარგებლობა. იქნება ეს საჭმელი, სათამაშო თუ სხვა რამე. სანამ რამეს აიღებ, ჯერ ვიზიცა იმას უნდა კითხო შეიძლება თუ არა. და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში უნდა აიღო. და რა თქმა უნდა, უცხო სახლში შეხედვა და თვალთვალი ძალიან ცუდი საქციელია. ახლა ვჭამოთ, გაგრილდებოდა უკვე საჭმელი. კი, ბაბუ, ხელები დავიბანოთ და მივირთვათ. ხელები ხომ უკვე დავიბანით, რომ მოვედით? ჭამის წინ მაინც აუცილებელია ხელების დაბანა. La la la